დღეს ნამდვილად ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში და გვაქვს ისეთი კონტექსტი, სადაც ცვლილებები ეს არის უკვე მოცემულობა. ერთადერთი უცვლელობა ალბათ არის ცვლილებები და აქ ძალიან გვჭირდება განვივითაროთ ადაპტურობის ინტელექტი, რომელსაც ინგლისურად ესე ქვია adversity quotient, რომელიც ქართულად როგორც ახსენეთ, აი ესე იწოდება ადაპტურობის ინტელექტი EQ და რას ნიშნავს ეს? და როგორ ვლინდება ქცევაში თუ თვისებებში მაღალი EQ. აი ამ თქვენ ახსენეთ ახლა ამერიკელი ფსიქოლოგი ზუსტად წინა საუკუნის ბოლოს მას ეკუთვნის ამ ტერმინის შემოტანა და ის ასახელებს EQ-ს 4 მთავარ კომპონენტს. ეს არის პირველი, ეს არის კონტროლი, რამდენად მაქვს მე კონტროლის შეგრძნება სიტუაციაზე, რამდენად ვაცნობიერებ რა არის ჩემი კონტროლის ქვეშ და ჩემი კონტროლის მიღმა. მეორე კომპონენტი ეს არის პირადი პასუხისგებლობის გრძნობა, ეგრეთ წოდებული ownership-ი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ხოლმე, რამდენად მე ვიღებ პასუხისგებლობას ცვლილებაზე, იმაზე თუ შევცვალო ის თუ რაც არ მომწონს, მაგალითად წუწუნებ იმაზე რაც არ მომწონს თუ მოქმედებ ამის მიმართულებით. მესამე ეს არის განვრცობადობა, რამდენად ცხოვრების ერთ კონკრეტულ მოვლენას წარუმატებლობას, თუნდაც ვავრცობ ცხოვრების სხვა მოვლენებზე. მაგალითად, სიტყვაზე სამსახურში თუ რაღაც ერთი პრეზენტაცია ერთ კლიენტთან ვერ გავაკეთე კარგად, ეს მთლიანად აისახება და მოიცავს ჩემს კარიერულ თემებს და ცხოვრებისეულ თემებს, თუ კონკრეტულად ამ თემაში რჩება. და მეოთხე ეს არის ეგრეთ წოდებული endurance, გამძლეობა, რამდენად მაქვს რწმენა იმისა, რომ ეს სირთულე დროებითია. მე ვეძახი ხუმრობით ამას სოლომონის ბეჭედს, თუ გახსოვთ ესე იგი ბიბლიური სოლომონის ამბავი, როდესაც თქვათ ესეც გაივლის, ხო, რამდენად მაქვს იმის რწმენა, რომ ეს ყველაფერი მუდმივი არ არის. ქალბატონო რუსტან, რამდენად კავშირში არის IQ-სთან? აი ეს ადაპტურობის ინტელექტი, რამდენად კავშირში დავუშვათ გონებრივ ინტელექტთან და ემოციური ინტელექტთან? არის თუ არა ესენი მიბმული ერთმანეთს ეს კომპონენტები? ესე იგი, როგორც ვიცით, IQ ეს არის ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების კოეფიციენტი, ხოლო EQ ჩვენი ემოციური ინტელექტი, რასაც ვუწოდებთ. აი EQ წარმოიდგინოთ ჩემს აი როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, გავიგოთ, ეს არის რაღაცნაირი ნაზავი, ეს არ არის ერთი კონკრეტული კუნთი, ვთქვათ თუ IQ არის ჩვენი გონებრივი კუნთი და ის ემოციური კუნთი, EQ ეს არის ჩვენი ზოგადი ადაპტირების უნარი, რომელიც მოიცავს მათ შორის ჩვენს კოგნიტურ უნარებსაც, ჩვენს ემოციურ თემებსაც, იმიტომ რომ აი თქვა ემოციური მედეგობა, resilience, რასაც ქვია პირდაპირ ეს EQ-ს კომპონენტი არის, EQ-ს, მაღალი EQ-ს მქონე ადამიანებს ეს ახასიათებს, მაგრამ ასევე მოიცავს ჩვენს ნებელობასაც. რაღაცნაირად მთლიანობითი, ასე თქვა, ჩვენი, ასე თქვა, მნიშვნელოვანი კუნთების ერთიანობა არის, შეიძლება ასე ითქვას. ვიღაცას მეტად აქვს განვითარებული ადაპტურობის ინტელექტი და ვიღაცას ნაკლებად და ეს გამომუშავებადია, დამუშავებას ექვემდებარება? მადლობა ამ კითხვისთვის. კარგი ამბავია ის, რომ EQ, როგორც სხვა ინტელექტი და ექვემდებარება, ასე ვთქვათ, განვითარებას. ცხადია, ოღონდ რაღაცა მე ვახსენე, რომ კომპლექსურია უფრო მეტად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რომელი კუნთები უნდა ავამუშავოთ იმისთვის, რომ გქონდეს ადაპტურობის მაღალი ინტელექტი. აი მაგალითად, მუდმივი სწავლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვათ, ჩვენ ვიყოთ ისეთ სივრცეში, ისეთ გარემოში და ჩვენ თავს მივცეთ, ასე ვთქვათ, ეს შესაძლებლობა, რომ მუდმივად ვისწავლოთ და თუნდაც შეველიოთ ძველ ნასწავლს, რომელიც ხშირად ხელს გვიშლის. მაგალითად, შემოქმედებითი უნარის განვითარება. ეს არის უნარი, რომელიც ჩვენ ეს არ იგულისხმება ამ ხატვის ან რაღაცა მუსიკის ან ამ უნარზე არ ვსაუბრობ. ეს არის უნარი, როგორ შემიძლია მოვლენების განსხვავებულად დანახვა. განსხვავებული მიმართების დაჭერა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას საკვანძო საკუთარ თავთან ღირებულებებთან ყოფნა, გაცნობიერება იმისა თუ რა არის ჩემთვის ფასეული და ღირებულება, იმიტომ რომ ზუსტადაც ბუნდოვანებაში ეს გვეხმარება გქონდეს შინაგანი საყრდენი.
ანუ ეს ცხადია არის ფსიქოთერაპიის თემაც, როდესაც ადამიანები დაკარგულები არიან აი ამ ასე ვთქვათ ბუნდოვანებაში და გაურკვევლობაში თითქოს არის შეგრძნება რომ ფექვეშ მიწა გამოეცალათ ადამიანს და აი ზუსტად ეს გზა როგორ ვიპოვოთ ჩვენ თავთან კავშირი და კონტაქტი ეს ეხმარება მას რომ ვთქვათ აი ამ ვითარებაში იყოს მქონდეს შინაგანი საყრდენის შეგრძნება ეს არის უფრო სწორად რომ თქვა, აი თვითრეფლექსიის უნარი ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია რომ მუდმივად ვაცნობიერებდეთ სად ვართ, რატომ ვარ, რა არის ჩემთვის ფასეულობა, ეს არის ხედვის უნარი. აი როგორც გითხარით, რამდენიმე უნარის ერთობლიობა, რომელიც ეხმარება მაღალი ჩვენი ადაპტურობის ინტელექტის განვითარებაში. აი საქმის დროს ხშირად დამსაქმებლებსაც აქვთ ხოლმე მოთხოვნა რომ კანდიდატს პოტენციურ საქმებულს ჰქონდეს სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. აი ეს ამასთან არის კავშირში ამასთან არის პირდაპირ კავშირში. ნამდვილად დღეს ესე იგი თანამედროვე ორგანიზაციები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ადაპტურობის ინტელექტს, ამ კოეფიციენტს, ეს როგორც რეკრუტირების პროცესში, ასევე ლიდერობის განვითარების კონტექსტში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, იმიტომ რომ შეიძლება თანამშრომელს ჰქონდეს ძალიან კარგი გონებრივი შესაძლებლობები IQ, მაგრამ თუ მას არ აქვს ადაპტურობის ინტელექტი მაღალი, შეიძლება ვერც კი გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ამდენად დღეს ეს შეიძლება ითქვას ერთ-ერთი წამყვანი და საბაზისო უნარია, უნარებთან ნაკრები, შეიძლება ასე ითქვას, იმისთვის რომ მოვახტინოთ უკეთესი ადაპტაცია და არა მარტო ვადაპტირდეთ, შემოქმედებითად ვადაპტირდეთ, გადავრჩეთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ როდის თქვეს, რომ გადარჩება ის, ვინც არა ყველაზე ძლიერი, არამედ ვისაც შეუძლია მოახდინოს ადაპტირება. აი, უფრო მეტად რომ დავაზუსტოთ, როგორ მოქმედებს ადაპტურობის ინტელექტი კრიზისების დროს. ის ცხადი ალბათ ვერ დაგვიცავს პრობლემისგან, მაგრამ განსაზღვრავს ამ პრობლემაზე ჩვენს რეაგირებას. ცხადია, ესეა ზუსტად კრიზისები დგება, ეს არის გარდაუვალობა, ეს შეიძლება იყოს ცხოვრებისეული კრიზისები, ეს შეიძლება იყოს გლობალური ეკონომიკური, მაგალითად პანდემია, რო გავიხსენოთ, პანდემია ერთ-ერთი, რა ვიცი, მნიშვნელოვანი კრიზისი იყო, რამაც შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ამოაყირავა ჩვენს ირგვლივ. აი, აქ მაგალითად მენტალური მოქნილობის მქონე ადამიანებმა უკეთესად შეძლეს ამ კრიზისთან ადაპტირება. მეტიც დაინახეს ამ კრიზისში ერთგვარი შესაძლებლობა და თვითონ გახდნენ ცვლილება, შეიცვალნენ ისინი, ასე ვთქვათ. ამდენად ეს არის ჩვენი უნარი, რამდენად ვუმკლავდებით, პასუხობთ ამ კრიზისებს და რაც მთავარია, რამდენად შეგვიძლია კრიზისში დავინახოთ შესაძლებლობა. გარდავქმნათ ის ჩვენს წარმატებად თუნდაც. რამდენად მაღალი არის ცნობიერება აი ზოგადად აი ამ ფენომენის, ამ ადაპტურობის ინტელექტის ირგვლივ. ჩვენს ქვეყანაშიც და ზოგადადაც, აი თითქოს ახალია ეს ტერმინი აქ. თვითონ ტერმინი ახალია. თუმცა დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკობს მაგალითად მენტალურ მედეგობაზე, ემოციურ გამძლეობაზე, კრიზისებთან, ასე ვთქვათ, სტრესის მართვაზე, როგორც კომპონენტებზე და ნაწილებზე და ადაპტურობის ინტელექტი უკვე ახალი აღარ არის თანამედროვე ორგანიზაციებისთვის, მაგრამ თვითონ ტერმინი გეთახმებით რომ ახალია. რაღაც ნახეთ, უფრო კრებსითი ფენომენია. მაგალითად, მე დავდივარ სიტყვაზე ყოველ დღე 5 კილომეტრზე ვივითარებ ფიზიკურ კუნთს, თუ მე ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით. რაღაცით ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ექვივალენტი, შეიძლება ესე ითქვას.